რა სჭირდება მცირე ბიზნეს განვითარების და წარმატებისთვის ამ თემას ეძღვნებოდა სასტუმრო ჰოლიდეინში გამართული შეხვედრა, რომელსაც ეკონომიკის ექსპერტები და ანალიტიკოსები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ მცირე ბიზნესის განვითარების ხელის შემშლელი კონკრეტული ფაქტორები დაასახელა. შეხვედრის დეტალები ჩვენ სიუჟეტში ნახეთ. სახელმწიფო პროექტების მოუქნელობა, ინფორმაციის სიმწირე, ფინანსური რესურსების ნაკლები ხელმისაწვდომობა და საბანკო სტრუქტურებთან ნეგატიური ურთიერთობა. ეს ის 4 ძირითადი პრობლემაა, რომელიც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ მცირე ბიზნესის განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორებად დაასახელა. აფბას წარმომადგენლები პროექტ განავითარე ბიზნესის მიზნად მცირე საწარმოების მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტების იმპლემენტაციის პროცესში ჩართვასა და მათი პრობლემების იდენტიფიცირებას ასახელებენ. არასაკმარისი ინფორმაცია აქვს მოსახლეობას თუ როგორ ჩაერთონ ამ პროექტებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის და ბენეფიციარების გამოცდილების არ ქონა, ანუ მოსახლეობას ძალიან დაბალი გამოცდილება აქვს თუ როგორ მიიღონ მსგავს პროექტებში მონაწილეობა. კიდევ უფრო დიდი პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროექტები ხორციელდება საბანკო არხებით და მცირე და მიკრომეწარმეების შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება შემთხვევები, როდესაც გაპრობლემებული ურთიერთობები აქვს ბანკებთან და შესაბამისად ვერ სარგებლობენ სახელმწიფო პროექტები. ეკონომიკის ექსპერტები და ანალიტიკოსები, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, მიიჩნევენ, რომ პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტაცია უნდა მოხდეს, შემდეგ კი კონკრეტულად მათზე მორგებული შეღავათები დაწესდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს განსაზღვროს და ჩამოაყალიბოს სწორი პრიორიტეტები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას და განვითარებას და სწორად განსაზღვროს ის პრიორიტეტები, რომელიც დღეს მართლაც სჭირდება ბიზნეს ერთის მხრივ და მეორე თავად საზოგადოებას და ხელისუფლებას იმისთვის, რომ ეკონომიკური პროცესები სწორად დაიგეგმოს და განვითარდეს. ვფიქრობ, რომ გადადგმული ნაბიჯები საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი და კარგი იყო ის, რომ ახალგაზრდობისგან მოდიოდა სწორედ ამის მოთხოვნა. თავის მხრივ მეწარმეობის განვითარების სააგენტო მცირე და საშუალო ბიზნესის ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით გასვლითი შეხვედრების ჩატარებას რეგიონებში უახლოეს მომავალში დაიწყებს. მე ყოველთვის მოხარულები ვარ დავესწროთ ასეთ შეხვედრებს, ასევე ჩვენ გვაქვს გასვლები, ესე რომ ვთქვათ, რეგიონებში, ჩვენი პროგრამების შესახებ ვაცნობ ჩვენს მოსახლეობას და ასევე ვისმენთ მის პრობლემებსაც და ამისთვის მუშაობ ჩვენ, რომ აღვნიშნოთ ეს არსებული პრობლემები. მიკრო და მცირე ბიზნესში არსებული მდგომარეობისა და მათი პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციებს აფბა 10 დღის შემდეგ წარმოადგენს.